საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა 5 ფონდის საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადის სახსრების დაყადაღება. კერძოდ საუბარია შემდეგ ფონდებზე ნანუკას ფონდი, Prosperity ფონდი, ერთმანეთისთვის 24/7 სირცხვილია და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ენათქვამი. ისინი ამ პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენდნენ, რომლებიც ბოლო დროის საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან მხილებული. დასახელებული ფონდებიდან ნანუკას ფონდი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის. Prosperity კი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს. უფრო ცლად პროკურატურის და მოპასუხე მხარეების განცხადებებს თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს. პროკურატურა 5-ვე ფონდს ედავება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება კი პროკურატურამ იმ გამოძიების ფარგლებში მიიღო, რომელსაც რამდენიმე მუხლით აწარმოებს, მათ შორის საბოტაჟის და უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. საგამოძიებო საკუთარ განცხადებაში იხსენებს უწყვეტ საპროტესტო აქციებს, რა დროსაც გამოხატვის ფორმებმა გარკვეულ ეტაპზე ძალადობრივი სახე მიიღო. კერძოდ ნათქვამია, რომ არსებობდა დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც იყენებდნენ ადვილადაალებად ნივთიერებებს, მათ შორის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელების მიმართ, ხოლო წინა ხაზზე მყოფი აქტივისტები მარაგდებოდნენ ეგრეთ წოდებული რესპირატორებით და ჩაფხუტებით. მათ დასახმარებლად ფინანსების მობილიზებას პროკურატურის ინფორმაციით ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები ახდენდნენ, მაგალითად უზრუნველყოფდნენ მათი ჯარიმების გადახდასაც. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა საბანკო ტრანზაქციების შესწავლა, როგორც მასშია ნათქვამი, დაყადაღებული ფონდების საბანკო ანგარიშები გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯული აქვთ 2 მილიონ ლარზე მეტი. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე საპროტესტო აქციები, ეგრეთ წოდებული მარშები და სხვა ღონისძიებების ნაწილმა დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში. ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღაც სხვადასხვა საგნების გამოყენება. როგორც იყო პიროტექნიკური საშუალებებით სპეციალურად დამზადებული მოწყობილობები, ადვილადაალებადი ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. არაერთგზის დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემურად მარაგდებოდნენ ეგრეთ წოდებული რესპირატორებით, სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური. ხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა 55 ფიზიკური პირი, რომელთაგან უმრავლესობა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები არიან. ამასთან, ცეცხლის გაჩენის გზით დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების პარალელურად საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ეგრეთ წოდებული ფონდების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ.
ბრალდებას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, მან რამდენიმე პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ამბობს, რომ არ ეშინია დაპატიმრების წინაშე აღებულ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს ახალი გზებით. მომბე პირადადაც დაუკავშირდა ჟურნალისტს, რომელიც არ უარყოფს, რომ პატიმრებს ეხმარებოდა და მის კომენტარს მოისმენს ჩვენი მაყურებელი ჩვენს ეთერში. ჩვენ ასევე დაუკავშირდით ნიკა გილაურის კუთვნილ ფონდს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე განცხადებას არ გააკეთებენ. საკითხს ეხმაურება ქართული ოცნებაც, რომელიც ამბობს, რომ როგორც ყოველთვის საკითხის პოლიტიზირებას ცდილობენ მოწინააღმდეგე მხარეები. მოვიკვლევთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაყადაღებულები ვარ და საბოლოო ჯამში ესეც გვერდიდან გაგებული ინფორმაციით, ჯერ არც ოფიციალური შეტყობინება, არც წინასწარი საქმის კურსში ჩაყენება, არაფერი საერთოდ. ერთადერთი რაც გავიგეთ, გენერალური პროკურატურა მომთხოვნი ყადაღის საახსრულებო ბიუროს გვერდისავლით. ეხა ბანკს ოფიციალურ წერილს ველოდებით ბანკისგან, რომ შეგვატყობინონ რის საფუძველზე მოითხოვეს ყადაღის დადება და ეს უკავშირდება აქციებს, იმიტომ რომ მანამდე ვარკვევდი რამე პირადი ხომ არ იყო ჩემი რამე პირადი პრობლემა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არა, ეს არის ზოგადად ყველა და ეს ნიშნავს იმას, რომ აქციებისთვის ახლა ძირითადად ის ორი ფონდი ეხმარებოდა დაჯარიმებულებს, ჩემ ფონდი ეხმარებოდა პატიმრებს, ჩემ ფონდი ეხმარებოდა მათ ამორჩეულსაც კი. ჩვენ გურიაში ადამიანებისთვის არ გვიკითხავს ვის მიეცით ხმა და ხშირ შემთხვევაში და საერთოდ არასდროს არ ვეკითხებით გადასარჩენ ბავშვებს და მათ ოჯახებს ვის მიეცით ხმა. და ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნანუკას ფონდის ყადაღის დადებით საკუთარი ამორჩეველიც დააზარალეს. როგორც ყოველთვის ადამიანები, რომლებიც არიან ანგაჟირებულები, მართულები და მართვადები და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მათი წევრები არიან, ყოველთვის ცდილობენ ხოლმე, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზირება მოახდინონ. აქაც ზუსტად იგივე შემთხვევასთან გვაქვს ადგილი, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აკეთებენ განმარტებას თუ რა გახდა კონკრეტული ფონდის თუ ფონდების დაყადაღების საფუძველი და სადაც ვკითხულობთ მაგალითად იმას, რომ ამითი ძალადობრივი ქმედებები ფინანსდებოდა იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც წარმოჩინდნენ დადებითი კუთხით, ეხლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წამებულის მანტია მოირგონ და ეს ამას ემსახურება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, საკითხი არის სამართლებრივი და სამართლებრივი წრეში განსახილველი, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს ფორმატში საბოლოო წერტილი დაესვება. პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა 55 ფიზიკური პირი, რომელთაგან უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან. ამასთან ცეცხლის გაჩენის გზით დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და წყობრიდან გამოვიდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულების ჩამდენი პირების წახალისებას დაყადაღებული ფონდები ახდენდნენ, ისევე როგორც დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის შეძენას. მადლობა, დაყადაღებულ ფონდებზე თათია ტაბეშაძე საუბრობდა.